მოგესალმებით, სალამი ჩემს გამომწერებს და ჩემს მაყურებლებს, ვინც ახლა ხართ იმ სივრცეში და უყურებთ ჩემს ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. გავაკეთოთ საჯარო გაშლა პირად ურთიერთობაზე, მათთვის, ვინც შეწყვეტილი გაქვთ კომუნიკაცია, ურთიერთობა ანდროებით, რამე პაუზა არსებობს თქვენს პარტნიორთან მიმართებით. ნახოთ, როგორი სიტუაცია და რა ხდება ზოგადად მის ცხოვრებაში ამ ეტაპზე, ზოგადი ფონით შევხედოთ და ასევე ნახოთ, არის თუ არა სხვა ქალი მოკლედ მის ცხოვრებაში. ესეთი ორი კითხვით მოვედით დღეს თქვენთან გაშლებში და იმედია რომ მოგეწონებათ, ხოლო მათ ვინც ახლა მიყურებთ, ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს გვერდს და ერთ კომენტარს მაინც დამიტოვებთ, ეს მოკლედ ძალიან დიდ мотивაციას მომცემს პირადად მე. ასევე თუ გსურთ პირადი კონსულტაციები ჩემთან, აქ დავტოვებ გვერდს, როგორც უნდა მიპოვოთ Facebook-ზე და გავაკეთოთ მერე იქ გაშლები, თქვენთვის პირადი გაშლები. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გვაქვს სულ 4 ვარიანტი და მოკლედ ნახოთ კითხვებზე პასუხი. ამ 4 ვარიანტიდან რა ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ახლა ჩავთქვით და ნახოთ, არის თუ არა სხვა ქალი მის ცხოვრებაში, ხო? პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, გეტყვით იმას, რომ საკმაოდ დადებითად მიდის ამ ადამიანის ცხოვრება. საერთოდ არ იყურება უკან და წარსულში, თითქოს ის წარსული საკითხები, რაც უკვე მას ჰქონდა, ეს ყველაფერი უკვე გაიარა, კარგად გადაატარა, ესე რომ ვთქვათ, ის სირთულეები და უკან არ იყურება. პირიქით წინხლის წინ მიდის. ცდილობს რომ მოიწყოს რაღაცა წინ, როგორც შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობა, კარიერის ამბავი, ფინანსები, ანუ ყველაფერში რომ წინსვლა ჰქონდეს, აი ამისკენ არის მოკლედ ორიენტირებული ეს ადამიანი და ვერ ხედავ რომ რამე ცუდი ხდებოდეს მის ცხოვრებაში. პირიქით, ძალიან კარგად არის და კარგად გრძნობს თავს. რაც შეეხება უშუალოდ არის თუ არა სხვა ადამიანი მის ცხოვრებაში, სხვა ქალი, ესე რა ვთქვათ, ხო? ვიტყოდი რომ კი არის და საკმაოდ კარგადაც გრძნობს აი იმ ურთიერთობაში თავს. ეხლა შეიძლება ხო ეს არ იყოს ხო კარგი მოსასმენი, მაგრამ ვაშკარაა რომ ეხლა ჩანს აქ ეს ადამიანი და შეიძლება იყოს არა ერთი, არამედ 2 ქალიც კი ესეთი რამე ამოვიდა და შანივართ კარგად გრძნობს თავს იმ სხვა ურთიერთობაში, სადაც არის ესე რა ვთქვათ. ასე რომ კი ბატონო, მოკლედ პირველი ვარიანტის შემთხვევაში კარგადაც გრძნობს ეს ადამიანი თავს და აი სხვა ადამიანებიც ურჩანს მოკლედ გარშემო. ეს იყო პირველი ვარიანტი. და თუ რეზონირდა, აბა დამიწერეთ. მეორე ვარიანტის შემთხვევაში რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში და არის თუ არა სხვა ქალია, გვაქვს ესეთი კითხვა. იცით როგორ არის, ეს ადამიანი ცდილობს რომ რაღაცები დაალაგოს, გამოასწოროს, მაგრამ თითქოს ამ შემთხვევაში ჩანს რომ წარსულს და ამ შემთხვევაში თქვენთან ურთიერთობას ვერ ივიწყებს, ანუ ეს ყველაფერი მისთვის არ არის დასრულებული, ის რომ წინსვლა გააგრძელოს და წინ გააგრძელოს ცხოვრება მისთვის ეს არის ძალიან რთული, აი როგორც დიდი ლოდი რომ ეკიდოს ადამიანს რა მხრებზე და ამძიმებდეს და ეს დიდი ტვირთი ჰქონდეს, აი სწორედ ეს ექცნობს ახლა თავს, ანუ კარგად არ არის ნამდვილად. შეიძლება გარეგანით ეს საერთოდ სულ სხვანაირად ვლინდებოდეს, თუმცა არ მოდის ის, რომ რაღაცა კარგად არის და რაღაცა კარგად მიდის ახლა მისი ცხოვრება, ანუ ბევრი სირთულეები აქვს მას. რაც შეეხება უშუალოდ სხვა ქალი, ამ შემთხვევაში არ მოდის, რომ სხვა ურთიერთობაში არის ან სხვა ადამიანი არსებობს მის ცხოვრებაში, უფრო ეს ადამიანი ცდილობს, რომ თვითონ იდგეს ჯერ მყარად ფეხზე და აი თვითონ იყოს მეტად თავდაჯერებული და მოაგოროს თავისი პრობლემები, ვიდრე ის, რომ სხვა ქალთან დაიწყოს ურთიერთობა და თან დასაწყისში როგორც აღნიშნე, შეიძლება ეს ფიქრები და ემოციები ისევ მიჯაჭვულობებით ჩანს აქ იყოს ისევ თქვენზე მომართული და არა სხვა ქალზე. ასე რომ მეორე ვარიანტის შემთხვევაში ამ ადამიანის ცხოვრებაში ხდება ის, რომ ცდილობს იმ სირთულეებს გამკლავდეს, რაც ცხოვრების აი ამ ეტაპზე მას შეხვდა. მოდი ვნახოთ მესამე ვარიანტი. მის ცხოვრებაში რა ხდება? მოკლედ, მის ცხოვრებაში აი არკანზეც აშკარად ჩანს, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის, ძალიან დიდი ანუ აი როგორ გითხრათ, სირთულეები არის, სულ დარჩი არის, სულ ნერვიულობაში არის, ღამე შეიძლება ამ ადამიანის კარგადაც კი არ იცნოს იმის გამო, რომ აი ცუდად გრძნობს თავს და არანაირად არ მოდის ის, რომ კარგად იყოს. ანუ მის ცხოვრებაში არის ბევრი წვრილმანი პრობლემა, რომელსაც აი შეიძლება ერთი პრობლემა მოაგვარა, ხოლმე მეორე გაჩნდა მესამე და ვეღარ უმკლავდება ამ ყველაფერს, რომ მოაგვაროს და ძალიან დიდ დარჩი და ნერვიულობაში არის და მოკლედ ვერ ვხედავ იმას, რომ კარგად გრძნობდეს თავს რეალურად.
ვთქვათ, სხვა ქალის შემთხვევაში ვიტყვი, რომ არ არის სხვა ქალი, მაგრამ არიან შეიძლება სხვა ქალები იყვნენ დაინტერესებული მისით, მაგრამ თვითონ ახლა ეს ადამიანი ისეთ მდგომარეობაში და სიტუაციაში არის, რომ საერთოდ არ აქვს თან ურთიერთობა, არ აინტერესებს, თან ეს რაღაცა წარსული თქვენი ურთიერთობის ამბავიც მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს და უფრო თქვენსკენ შეიძლება მოუწევდეს მას გული ვიდრე ის, რომ ახალ ურთიერთობაში შევიდეს და მოკლედ ვიტყოდი, რომ აქ არ მოდის სხვა ქალი მოკლედ არანაირად თან ისეთ დარჩა ნევროლობაში არის, რომ სხვა ახლა ურთიერთობის აწყობის ამბავი მას ნამდვილად არ სურს. და მოკლედ დამიწერეთ აბა ესენი თუ რეზონირდა თქვენთვის. და ვნახოთ ბოლო მეოთხე ვარიანტი რა ხდება მის ცხოვრებაში და არის თუ არა სხვა ადამიანი. იცით როგორ არის რეალურად ამ ადამიანის ცხოვრებაში ახლა ხდება ის, რომ კარგად არ გრძნობს თავს და ბევრი მოკლედ სირთულეები აქვს მას. ფიზიკური ტრამვებიც მოდის აქ და სულიერი ტრამვებიც მოდის მოკლედ აქ და ამ ადამიანს რაღაცა კარგი სიტუაციები ნამდვილად არ უჩანს, თუმცა ამდენი ტკივილის და ამდენი სირთულის მერე, რაც მას შეხვდა და ამდენი პრობლემის მერე, მაინც ცდილობს, რომ ფეხზე მყარად იდგას და ეს ყველაფერი მოაგვაროს და დაალაგოს, იმიტომ რომ შეიძლება ის იყოს ადამიანი, რომელიც ძალიან ძლიერი არის თავის მენტალურად, ენერგეტიკულად ძლიერი არის ეს ადამიანი და როგორი სირთულეც არ უნდა შეხვდეს, ამ ყველაფერს სურს, რომ გაუმკლავდეს. რაც შეეხება სხვა ადამიანს, ვიტყოდი, რომ კი არის მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი, რომლის მხარდაჭერაც სჭირდება რეალურად, რომ აი ამ ყველაფერში მარტო არ იყოს და სწორედ აი ამიტომ მის ცხოვრებაში ჩანს სხვა ქალი, ესე რა ვთქვა, სხვა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას ცდილობს, ურთიერთობის აწყობას ცდილობს, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გვერდში ვინმე ყავდეს. აი თითქოს ამ ადამიანს არ შეუძლია, რომ მარტო იყოს და რაღაცა პერიოდი ურთიერთობის გარეშე გაატაროს, ესე რა ვთქვა, ხო? ასე რომ აქ ნამდვილად მოდის, რომ არის სხვა ადამიანი მის ცხოვრებაში და აი ამ პრობლემებს რასაც ებრძვის, ხო, თითქოს უნდა რომ ეს გვერდში მდგომი ადამიანი ყავდეს, რომ ის ყველაფერი მერე მოაგვაროს და დაალაგოს და ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ასე რომ ამ შემთხვევაში სხვა ადამიანი კი ბატონო იკვეთება აქ, რომ ის მოკლედ უფრო მეტად მყარადაც დადგეს ფეხზე, ხო, ხა აი არკანებსაც დააკვირდებით, ჩამით მის გარეშეც მიხვდებით და დაინახავთ ამას, ხო? ეს იყო ბოლო მეოთხე ვარიანტი. იმედი მაქვს, რომ უყურეთ ვიდეოს და მოგეწონათ და წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგებო.